Heideggerისთვის მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაც მაინც ყოფნა რჩება. ის რო აინტერესებს ადამიანის ყოფნა, იმიტომ აინტერესებს, რომ თვითონ ყოფნა აინტერესებს. და ეს მიბრუნება რაღაც თოზით ამ ძველ ავტორებთან, თუნდაც პარმენიდე და ჰერაკლიტესთან, ზუსტად იმიტომ უნდა რომ ეს კითხვა ხელახლა დაბადოს, რომ აი თვითონ რეალობას ეხება ეგ კითხვა საბოლოო ჯამში, რომ აი რა როლი აქვს ადამიანს მაგალითად. აი ლოგიკაში, როცა ლოგიკურად აზროვნებს ადამიანი, რაღაცას მიყვება თუ რაღაცას თვითონ შემოქმედებითად აკეთებს. ანუ რა როლი აქვს ადამიანის ფსიქოლოგიას, ლოგიკასა და მათემატიკაში. არიან ავტორები, რომლებიც ფსიქოლოგიზმში მიდიან, რომ იძახიან ყველაფერი არის აბსოლუტურად სუბიექტური, რომ ლოგიკაც და მათემატიკაც უბრალოდ რაღაცა გონების ჟონგლიორობაა, ესე რომ ვთქვათ. და არიან ავტორები, რომლებიც იტყვიან, რომ არა, ყველაფერი არის რაღაცნაირად ობიექტური, ანალიტიკური. აი ლაიბნიციც დაახლოებით მაგ ხაზზე არის, რომ აი ღმერთისთვის ყველა ჭეშმარიტება ანალიტიკური არის. აი ყოველთვის არის ხოლმე კითხვა, აი ნაციზმთან კვლევის დროს, რამდენად კავშირშია მის ფილოსოფიასთან. ან მის ფილოსოფია ხომ არ არის რაღაც თავზით ესე რომ ვთქვათ, ხელს ხომ არ გკრავს მაგისკენ, რომ მაკეთკენ წახვიდე. ყოფნა ესე გაიგივდა რაღაცა არსებულთან და მე ეს არსებული გაიგეს როგორც რაღაც უმაღლესი ყოფნა, აი უმაღლესი ყოფნა არის ღმერთი მაგალითად, რომ ესეც ანუ ღმერთიც გაგებულია რაღაც აზრით როგორც საგანი. როცა ვამბობთ, რომ ის რაღაცა არსებული არის, ხო? აი არსებულის მომენტის შესახებ არის შეკითხვა, რომ აი ყოფნაზე რამდენად შეიძლება ვილაპარაკოთ როგორც არსებული. და რომ ყოფნა არის რაღაცნაირად ის რაშიც ყველა არსებული არსებობს. გასაგებია. სამაგერი. მოგესალმებით იოგას აკადემიის არხზე. დღევანდელი ეპიზოდი ეძღვნება ფილოსოფიას, რომელიც არ გვაძლევს მარტივ პასუხებს, მაგრამ გვასწავლის კითხვების სწორად დასმას, ყოფიერებაზე, ყოფნაზე, დროზე, აზროვნებაზე და თავად ჩვენზე. ჩვენი სტუმარია ზურა გვენეთაძე, ფილოსოფოსი, დეპოლის უნივერსიტეტის დოქტორანტი, რომლის ძირითადი კვლევის სფერო არის მარტინ ჰაიდეგერის ფილოსოფია და ასევე ფენომენოლოგია. ჰაიდეგერი არის მოაზროვნე, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ როგორც რთულს, ზოგჯერ გაუგებარს, მაგრამ ამავე დროს აუცილებელს მათთვის, ვისაც აინტერესებს ღრმად და სიღრმისეულად დაუკვირდეს ყოფნის შინაარს. რას ნიშნავს ადამიანად ყოფნა, რას ნიშნავს საერთოდ აზროვნება. დღეს შევეცდებით, რომ ჰაიდეგერზე ვისაუბროთ არა როგორც აბსტრაქტულ აკადემიურ ფიგურაზე, არამედ როგორც აქტუალურ მოაზროვნეზე, რომელიც ეხება ჩვენს ენას, ჩვენს ყოველდღიურობას, ჩვენს კულტურას და ჩვენ ფუნდამენტურ ძიების პროცესებს. ზურა არის ჩვენი სტუმარი უკვე მეორედ. დიდი მადლობა ზურა, რომ გამონახე დრო კიდევ ერთხელ და ანუ შენც ვიფრინავ ახლა, ანუ ღამე მეც და შენც გვაქვს ფრენა, შენ ჩიკაგოში მიემგზავრები, რომ განაახლო შენი სადოქტორო წელი, ანუ მე მადრიდში და ანუ ჩვენი ანუ დღევანდელი პოდკასტი რაღაც ასე ვთქვათ ფენომენოლოგიური არის, ანუ რაღაცნაირად ესეთ პროცესში მოგვიწია. ჰაიდეგერს მე კარგად არ ვიცნობ, უნივერსიტეტშიც ან გიგაზედანიას ძალიან კარგი ლექცია მქონდა, ისე რაღაცები მაქვს საკითხული, მაგრამ საკმაოდ რთული არის. არის ეგეთი ანეკდოტი ჰეგელზე, რომ როცა ერთ-ერთ ფილოსოფოს ეკითხებიან, რომ ოქროს თევზი რო დაიჭირო, რა სურვილს ეტყოდიო და ვეტყოდიო, რომ ჰეგელის საკითხვა შემეძლოსო. და მეორე სურვილი რა იქნებოდა და მეორე სურვილს ვეტყოდიო, რომ ასევე გაგებაც შემეძლოსო. და რამდენად ადეკვატური იქნება იგივე თქმა, ანუ ჰაიდეგერზე. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, გიორგი. პატივია ჩემთვის აქ მეორედ ყოფნა. რაც შეეხება ანეკდოტს, მე ხარ რადგანაც ჰაიდეგერ უფრო მეტი დრო მაქვს დათმობილი, რაღაცების გაგება შეიძლება, როცა უკვე მის ენას ესე რომ ვთქვათ დავამუღამებთ, მაგრამ
ალბათ ჰეგელზე უფრო მეტად ვიტყოდი მაგას, მაგრამ ნუ ჰაიდეგერზეც იგივე შეიძლება ითქვას. ზოგადად გერმანელებს ახასიათებთ როგორც ჩანს რაღაც. კი, ჰაიდეგერს განსაკუთრებით იმიტომ რომ სურს ამ ენით თამაშები უყვარს. თავისი ტერმინები აქვს, შექმნილი ტერმინები. თავისი ტერმინები აქვს შექმნილი და აი გერმანიაში რო სწავლობდი, იქ მაგალითად თვითონ გერმანელები იცახდნენ რომ შეიძლება ჰაიდეგერი უფრო არაგერმანელისთვის უფრო მეტად იყოს გასაგები ვიდრე გერმანელისთვის, იმიტომ რომ ის სიტყვები როგორცაც ის თამაშობს გერმანულში გერმანელისთვის იმდენად ახლო არის რომ ის შეიძლება ვერ ხედავდეს რას გულისხმობს ჰაიდეგერი. არაგერმანელისთვის რომელსაც გერმანული აქვს ნასწავლი უფრო შეიძლება იყოს ხელახლა დაკვირვების საკითხი უფრო მეტად აკვირდება ცნობიერად. იგივე სხვადასხვა ამობს ჰეგელი ლოგიკის შესახებ, რომ ლოგიკაში განვიხილავთ ჩვენ ისეთ მარტივ ცნებებს, ну ის ენას არ გულისხმობს, თვითონ ლოგიკურ მნიშვნელობებს გულისხმობს, აი ყველასთვის კარგად ნაცნობი არის ტერმინები, თქვათ სიმრავლე, თვისობრიობა, რაოდენობა, ერთი, მრავალი. ანუ ეს ყოველდღიურობაში ამ ტერმინებით ჩვენ აღვიქვავთ სამყაროს, მაგრამ ის ამას ამავდროულად ის რაც ყველაზე თითქოს ახლოს არის, ეს არის უძნელესი გასააზრებლად და ამ შემთხვევაში ჰაიდეგერზე შენ ენა იგულისხმ, მაგრამ განახან ლოგიკური სიახლოვეც ესე რაღაცნაირად მაცდუნებელი არის, რომ გონია რომ გააზრებული არის ამ ეგ ყოველთვის პრობლემაა ხოლმე, როცა გონია რომ რაღაც გვესმის და სინამდვილეში ავტორი სხვა რამეს გულისხმობს. მაგისთვის კარგი არის ხოლმე, რომ აი ეს ნეგატიური ტიპის პედაგოგიკა შემოვიტანოთ, რომ აი თქვათ რა არ არის. აი მაგალითად როცა ყოფნაზე საუბრობს ჰაიდეგერი, მარტივად შეიძლება რაღაც შეცდომებს ჩავარდეთ და კარგია რომ თქვათ რა არ არის, იმისთვის რომ რაღაცნაირად მიუახლოვდეთ იმას თუ რა არის. მოდი თავიდან დავიწყოთ მარტინ ჰაიდეგერი როგორც მე-20 საუკუნის მოაზროვნე. ანუ შენ როგორ დაინტერესდი ჰაიდეგერით და მე შენი ტექსტი წავიკითხე ჰაიდეგერზე, ანუ 10 გვერდიანი მოკლე შეჯამება იყო, ძალიან კარგი. და ხო, ანუ მანდ არის რომ ჰაიდეგერმა გავლენა იქონია კულტურაზე, თქვა ფსიქოლოგიაზე, თეოლოგიაზეც, ბევრ სხვა სფეროზეც. ხო, ანუ მარტინ ჰაიდეგერი როგორც მოაზროვნე და ანუ შენთვის როგორ აღმოჩნდა საინტერესო? ჩემთვის პირადად ეს საკითხები ზოგადად ეგზისტენციალური საკითხები ყოველთვის საინტერესოა ხოლმე. აი ეს ავტორები კირკეგორი, ნიჩე რაღაცაზრით და ну, მე-20 საუკუნეში სარტრი და კამიუ მაგალითად, რომელიც ძლიერად ესხებიან ჰაიდეგერს ბევრ რამეში. შენ მარამდე ჰაიდეგერამდე დაინტერესდი ამ ავტორებით? ხო, ჰაიდეგერამდე უფრო აი ეს რაღაც, უფრო აი კირკეგორი, დოსტოევსკის ხაზი მაინტერესებდა მეტად და აქედან ჰაიდეგერიც რა თქმა უნდა საინტერესო არის. შემდეგ უკვე როცა ფენომენოლოგიაზე დავიწყე მუშაობა, იქ ჰუსერლიდან გამომდინარე, ძალიან საინტერესოა თვითონ ფენომენოლოგიის განვითარებაც როგორ მიდის. რაშიც ჰაიდეგერმა დიდი წვლილი ითამაშა. ჩემთვის ახლა ამ ტექსტში რაც მოვამზადე, მე ვეცადე რომ თავიდან დამეწყო აი ფენომენოლოგიით, როგორი ან რა მეთოდებს იყენებს ჰაიდეგერი, ან რატო ინტერესდება საერთოდ ყოფნის საკითხით. და რა სიახლე შემოაქვს ფენომენოლოგიას. სანამ მაგაზე გადავალ, ანუ შენ ასევე ახსენებ ჰუსერლის, ანუ ედმუნდ ჰუსერლი, რომელიც ასევე ფენომენოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი არის და ესე იგი ჰაიდეგერზე გავლენა ვინც მოახდინა, ხო? ანუ აი ყოფიერება და დრო ეძღვნება ედმუნდ ჰუსერლს მაგალითად. ანუ ეს ჰაიდეგერის მთავარი ნაშრომი, Sein und Zeit ეძღვნება ჰუსერლს, ხო? კი. და ჰუსერლი იყო მათემატიკოსი, ხო? კი, ბატონო. და ის ცდილობდა რომ ობიექტური სამყარო გაეაზრებინა, ან აეხსნა როგორ ხდება ობიექტური სამყაროს გააზრება ფენომენოლოგიური თვალსაზრისით. შეიძლება მარტივად ასე ითქვას, კი. ხო, ანუ და ქართულად შესაძლებელია მე ვეცდები რომ ანუ მარტივად შევხედო. რა მაინტერესებდა, ანუ რაღაცნაირად ესე აღიქმება რომ
თავარი ერთ-ერთი ფუძემდებელი არის ჰუსერლი ფენომენოლოგიის, მაგრამ მე-19 საუკუნის გერმანულ ფილოსოფიაში, მაგალითად ფიხტესთანაც კავშირში არის ეს ფენომენოლოგია და ეგრე სხვა რაღაცასაც ნიშნავს. ეგრე შეიძლება კანტთანაც დაუბრუნდეთ და კიდევ ძალიან ბევრად თუნდაც დეკარტთან და ასე შემდეგ. ფენომენოლოგია ჰუსერლთან მაინც როგორც მეთოდოლოგია ისე შემოდის, რაღაც ტიპის უფრო მეცნიერულ ხასიათს იძენს. თუ ადრინდელი ფილოსოფოსები ფენომენოლოგიას რაღაც მომენტად განიხილავენ, ან რაღაც მომენტში სვავენ, ან რაღაცა ისეთი მნიშვნელობა აქვს, რაც მაინც და მაინც თავარი არ არის, მაგრამ მაინც მის ფილოსოფიაში მოქმედებს, ჰუსერლისთვის წამყვანი მნიშვნელობის ხდება ეს. შეიძლება დეფინიცია გავაკეთოთ. აი ჰეგელთან მაგალითად ფენომენოლოგია არის გამოცდილების შესახებ მოძღვრება ან მეცნიერება გამოცდილების შესახებ. და ჰუსერლთან და ჰაიდეგერთან ესე მარტივად შეიძლება დეფინიცია გავუკეთოთ? შეიძლება იგივე ითქვას, მაგრამ ის თუ როგორ ესმის გამოცდილება, მე მგონი ეს არის უფრო მნიშვნელოვანი. მაგალითად ჰუსერლისთვის, აი რაც ახსენე ობიექტურობაზე, კი მართალია, მაგრამ თან არ არის მართალი, იმიტომ რომ ნებისმიერი ობიექტურობა მაინც რაღაცა ინტერსუბიექტურ ველში არსებობს ჰუსერლისთვის. ანუ რაღაც ესეთი თავისთავადი ობიექტურობები, ცოტა აი ტრანსცენდენტალურ ჰუსერლს რასაც ეძახიან, იქ უკვე ალბათ პრობლემატიზირებულია, იმიტომ რომ აი ჰუსერლთან მაგალითად კითხვები იმის შესახებ ნივთი არსებობს თუ არ არსებობს, ნამდვილი სამყარო არის თუ არ არის, ესეთი კითხვები უკვე ფრჩხილებში არის ჩასმული. რაც კანტთან არის, ხო, მაგას გულისხმობ. ნივთი თავისთავად თუ არსებობს თუ არა. აი ნივთი თავისთავადზე ჰუსერლს სხვა წარმოდგენა აქვს. ნივთი თავისთავადზე ჰუსერლი იტყოდა, რომ ის პრობლემა ნივთი რაღაც ნივთი არის თუ არა გამოცდილების გარეთ, ეს მე არ მაინტერესებს. ხო, ანუ კანტის აი ინტერსუბიექტურობა ახსენეთ, ინტერსუბიექტურობა შემოიტანა კანტმა, ხო? ანუ რომ ესე იგი ჩვენ გვაქვს ერთიანი აღქმა, ვქონთ კატეგორიებით, შეიძლება ყველა სხვადასხვა გამოცდილება გქონდეს, მაგრამ ის აპარატი, ანუ მეტაფიზიკური ბადე, რითაც ჩვენ სამყაროს ვიჭერთ, მაგას აქვს საერთო კანონზომიერებები. და ამბობს შემოსაზღვრავს, რომ არის ნივთი თავისთავად, რომელსაც ვერ წდება ჩვენი აპარატი, ასე ვთქვათ. ხო, მაგრამ აი ჰუსერლისთვის ეგ ის რომ რაღაცა გარეთ არის ჩვენი გამოცდილების გარეთ. ეს არ არის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებული, იმიტომ რომ ჰუსერლი თვითონ შემოსაზღვრავს თავისი კვლევის სფეროს იმითი, რაც საზრისიანად მოგვეცემა. ანუ იმას არ მიიჩნევს მიღმერად თუ უბრალოდ კვლევისაგანად არ მიიჩნევს. ფრჩხილებშია ჩასმული, ესე ვთქვათ. ანუ რაღაცები, აი მეტაფიზიკური კითხვები, არის ღმერთი თუ არა, არის რეალობა მართლა არსებობს თუ არ არსებობს, ესენი საერთოდ არ მიიჩნევს ფილოსოფიის საგნად. არ მიიჩნევს ფენომენოლოგიის საგნად. ფენომენოლოგიას რაც შეუძლია არის რომ იკვლიოს ევიდენტობებიო მაგას ამბობს. ანუ რაღაცა რაც მომეცემა გამოცდილებაში. აი მაგალითად ჰუსერლი იღებს ეს კარტეზიანულ გზას ეძახის ფენომენოლოგიაში. რომ აი დეკარტე ხო ამბობს რომ დეკარტე ხო იწყებს ეჭვით, რადიკალური ეჭვით, რომ არსებობს თუ არა რეალური სამყარო და მერე გადადის თავის გამოცდილებაზე, ეჭვის გამოცდილებაზე, როგორც დამადასტურებელს აბუცე, რომ ნამდვილად არსებობს. აი ჰუსერლი ზუსტად ამ მომენტს იყენებს, რომ რაღაც გამოცდილებები მე მაქვს ისე, რომ ის რეალურია თუ არა რეალური, მაინც ისე მოქმედებს, რომ მას მნიშვნელობა საზრისები აქვს. აი ამ საზრისთა შესახებ, აი რომ ვიკვლიოთ თვითონ ეს საზრისები რა აძლევს. დეკარტთან ეს არ არის ინტერსუბიექტური, ეს არის წმინდა ემპირიული გამოცდილება. ჰუსერლიც არ იწყებს ინტერსუბიექტურობა. ჰუსერლის ინტერსუბიექტურობა, ნუ აი ჰუსერლი ძალიან დიდი ესე რომ ვთქვათ ისეთი ავტორია, სტატიკური არ არის, ანუ ძალიან ხშირად იცვლის თავის წარმოდგენას, მისი ნაშრომები რო ვნახოთ, რაც არის გამოქვეყნებული, იქაც ძალიან ბევრი ცვლილებები არის და მისი უკვე პირადი ჩანაწერები რო ვნახოთ, რაც უკვე მისი სიკვდილის შემდეგ გამოვიდა, იქ იმდენჯერ იწყებს ერთი და იგივე რეფლექსიას და იმდენჯერ ცვლის. თეოლოგიური ინტერესიც, ანუ მისი ბრენტანო მისი მასწავლებელიც იყო, ხო? ხო, მისი მასწავლებელი იყო. მღვდელი იყო. ბრენტანო კი? ან მღვდელი იყო. ბრენტანო მასწავლებელი იყო ფროიდისაც. ფროიდისაც, ხო. და თეოლოგიური ბრენტანო გარდა ამისა მათემატიკოსიც ხო იყო? კი, არისტოტელეს კვლევარი იყო ბრენტანო. და ეს ინტენციონალობის ცნება, რაც მნიშვნელოვანია ჰუსერლთან, ეგეც აი შუა საუკუნეებიდან მოდის ეგ ცნება თეოლოგიიდან და აქედან, მაგრამ ნუ ჰუსერლთან უფრო ტრანსფორმირებული სახით არის. იქ არის აი ცნობიერების
საერთოდ როგორ პოზიციონირებს ჰუსერლი, ხო, აი მაკედან დავიწყოთ რომ მე ინტენციონალობა რადგან ახსენე, ანუ ინტენციონალობა მოკლედ რო განმარტოთ, ანუ თეოლოგიაში რას გულისხმობდა და თვითონ ანუ ჰუსერლთან რას მოიაზრებს ინტენციონალობა? თეოლოგიაში რა მნიშვნელობით იყო ზუსტად ახლა არ მაქვს მოხაზული, მაგრამ ჰუსერლთან არის რომ ეს არის ცნობიერება რაღაცის შესახებ. ანუ ცნობიერება ყოველთვის ცნობიერება არასდროს არ არის რაღაც ყუთში. ის არის ყოველთვის რაღაცა სხვასთან მიმართებაში. რა ცნობიერება ყოველთვის რაღაცის შესახებ. რაღაც შინაარსი აქვს ეს. ხო, ანუ აქტს და კონტენტს შორის რაღაცა რადიკალური სხვაობა არ არის. ანუ განსხვავებულია, მაგრამ ყოველთვის აქტი არის ყოველთვის რაღაცის შესახებ. და ეგ გულისხმობს იმას, რომ შესაბამისად ის ობიექტურობა, რასაც ჩვენ ვწდებით, ეს საჭიროებს სუბიექტურ აქტს, როგორც ასეთს. თუ ეგ კიდე ცალკე თემა არის, რაც ჰაიდეგერზე ხო, ოღონდ აი აქ თხილად უნდა ვიყოთ, რას ვარქმევთ ობიექტურობას, იმიტომ რომ კი ჰუსერლი იმას იტყვის, რომ ჭეშმარიტება მარტო სუბიექტისთვის არ არსებობს, ანუ სუბიექტი ანუ რაღაცა საზრისება, აი მაგალითად აი მაგალითი მომყავს პითაგორას თეორია, ხო, პითაგორას თეორია შენ იტყვი, მე ვიტყვი თუ სხვა იტყვის, ის მაინც რჩება ეს თეორია, რაღაცა იდეალობა მაინც გააჩნია. მაგრამ მას რომ ჩავწვდეთ, ანუ საზრისი გავიგოთ მისი, ამისთვის საჭირო ზუსტად ეს სუბიექტური აქტი. რომ რეალიზდეს ის იდეალური საზრისი, რომელიც ამ პითაგორას თეორიაში არის მოხელთებული. და აი ჰუსერლს აინტერესებს ზუსტად ეს აქტები, რა აქტებით მივდივართ ამ იდეალური საზრისების წვდომისკენ. იგივე ობიექტური საზრისები. ხო, უბრალოდ აი ობიექტურს როცა ვიძახით, ისეთი კონოტაცია აქვს ობიექტურს, რომ თითქოს ის აი როგორც პლატონური რეალობა, რაღაც იდეალური რეალობა იმ რეალობაში არსებობს და ჰუსერლი მან თხილად არის და არ იძახის, რომ ეს მაგმხრივ ობიექტურია. იძახის, რომ სტრუქტურულად ობიექტურია, ანუ ის რაღაცნაირად გადალახავს ჩემს სუბიექტურ მოცემულობას. იმაზრით, რომ ის თავს არ ამოწურავს იმითი, რომ მე გავიაზრე ის. ანუ პითაგორას თეორია, მაინც დარჩება პითაგორას თეორია, მე გავიაზრე თუ არ გავიაზრე ის. ამიტომ აქვს სტრუქტურული ობიექტურობა. მაგრამ აი მეტაფიზიკური ობიექტურობა ან ონტოლოგიური ობიექტურობა გადაწეულია გვერდზე, არ იძახის მაგაზე არაფერს. და ჰუსერლისთვის აი ყველაზე მნიშვნელოვანი მეთოდოლოგია რო ვახსენე, მაინც რა აიღეს საერთოდ ფენომენოლოგიიდან ავტორებმა. და ძირითადი მომენტი რაც აიღეს, ეს არის ერთი ეს ეპოქე, რაც არის ფრჩხილებში ჩასმა. რომ რაღაცები გვერდზე უნდა გადაიწიოს, ან რაღაცები, აი მაგალითად, როდესაც ვაანალიზებთ მოცემულობებს, საზრისებს, ჩვენ არ უნდა ვიხელმძღვანელოთ ჩვენი წინარე ცოდნებით. აი მაგალითად, როცა ვიწყებ ობიექტურობის კვლევას, კანტთან არ უნდა მივიდე, აი რაღაცა ესე რომ ვთქვათ, ობიექტი თვითონ ავიღო და ანუ მედიტაციაში, ანუ ძალიან გავს, ანუ ეგ მედიტაციას რა, ანუ ჰუსერლის ფენომენოლოგიას, ანუ თვითონ ბუდიზმის სპეციალისტებისგანაც და სხვებისგანაც ხშირად ახსენებენ ხოლმე, რომ ეს ასე ვთქვათ, პროცესი უფრო აინტერესებს მას და აი შენ რო ახსენე ეგ ტერმინი ეპოქე, ხო? ბერძნული ტერმინი არის, რაც ძველ ანტიკურ პირონისეულ სკეპტიციზმში ნიშნავდა მსჯელობის გან თავის შეკავებას, თითქოს აზრების გაჩერებას. ოღონდ ისინი ძველი სკეპტიკოსები ამას აკეთებდნენ მეთოდურად, რაღაც პარადოქსების გააზრებით, რომ რაღაც საკითხებზე მსჯელობას აზრი არ აქვს და მსჯელობა ჩერდება. მაგრამ ჰუსერლთან ეს იგივეს არ ნიშნავს, ხო? ანუ ცოტა განსხვავებული. ხო, აი მაგას გავს, მაგრამ ეგ არ არის. იმიტომ რომ აი სკეპტიციზმში რაღაცა ონტოლოგიური აი კომიტმენტ, ანუ რაღაც როგორ ვთქვა, ანუ მიმართება სვიჩერ და ჰუსერლთან ეგ ონტოლოგიური ის არ მაქვს, უფრო ეპისტემოლოგიური, ანუ სოდნითი მომენტი მაქვს, უფრო რომ აი მოდი აბა გავიაზრო ჩემს რამდენად შემიძლია გავიაზრო ის როგორც მოცემული, ისე როგორც თავს აჩვენებს. გააზრება გავიაზრო. აი მაგალითად ძალიან ხშირად იყენებენ ხოლმე ჰუსერლს პერცეფციაში, ანუ აღქმის მომენტში,
მე მგონი წინაზეც ვახსენე ეს, რომ აი გეშტალტ ფსიქოლოგიის მომენტი, რომ როდესაც საგანს უყურებ, ის ყოველთვის რამდენიმე მხრიდან მომეცემა, ხო? ეს მაგიდან ამ მხრიდან მომეცემა და ამ მხრიდან არ მომეცემა, მაგრამ ის რამ მხრიდანაც მომეცემა, უკვე თავის საზრის მაჩვენებს. ანუ გულისხმობ, ჩვენ მეც გულისხმობთ, ვიდრე ვხედავთ. ხო. ანუ გეშტალტი ხო, ანუ ხო, ანუ თელს გულისხმობთ, მაგრამ ნაწილს ვხედავთ. და ნაწილში მთელის დანახვა აი მაგის ანალიზს ხედავს ზუსტად ამ ფენომენოლოგიურად, რომ აი იწყება, მოდი აბა, აი რაღაც საგანთან ვარ პირისპირ და დავიწყოთ რაღაც საგნის აღქმის შესახებ ანალიზი და ეს აღქმა რომ მოცემული არის ნაწილობრივ ან ნაწილებში, მაგას ხედავს ზუსტად იმითი, რომ თითქოს არ უშვებს არანაირ წინარე ცოდნებს აღქმის შესახებ მაგალითად. და იმას შემოსაზღვრავს, რომ სინამდვილეში ის შენ ვერ ხედავ იმ შენობას, უბრალოდ გულისხმობ. ხო, ინტენციონალობა ამას მოიაზრებს. ინტენციონალობაში აი იმპლიციტურად იაზრება ესეთი მომენტები ზუსტად, რომ აი რაღაც ნაწილს ხედავ, მაგრამ იმ ნაწილში მთელს გულისხმობ. ხო. ანუ სინამდვილეში გაცილებით ამას ისე ვაკეთებ, რომ ვერც ვამჩნევ, ანუ ის ნაწილს რო აღვიქვამ, არა ის ნაწილად არ აღიქმება, ის თელად აღიქმება. თელად აღიქმება, ანუ მეც ყოველთვის მეტი არის ნაგულისხმები ჩვენ მიერ გააზრებულ აქტებში და აღქმაც ესე არის, რომ საკმარისია ადამიანის რაღაც მიმიკა დაინახონ, რაღაც ფორმა ან სილუეტი, რომ უკვე თელში ნაარსებს ვათავსებთ. ხო, რაღაცა მთელი ასოციაციები, ან მთელი ისინი მოძდევს ხოლმე მას. და ეს ისე ბუნებრივად ხდება, რომ ამაზე თქოს ცნობიერული ის არაა საჭირო აქტიურობა. სხვათა შორის აი პიკასოს ნახატებზე მიფიქრია, უფრო გვიანდელ ნახატებზე, რომ თითქოს მისი ნამუშევრის ანუ ერთ-ერთი პრინციპი არის ის, რომ თითქოს ის ისე ხატავს, როგორც ფენომენოლოგი დახატავდა. და რაღაცნაირად იმ გულისხმობის, დანარჩენი გულისხმობის გარეშე, რა ეგ აბსტრაქტული ფორმები ანუ რაც აქვს და ეგ საინტერესო არის ამ. და აი ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხელოვნების ფენომენოლოგიაც აი მიშელ ანრი არის ეგეთი, რომელსაც უყვარს ეგეთი ფენომენოლოგიური მომენტების დანახვა იმპრესიონისტულ ავტორებში. მაგალითად კანდისკის იყენებს აი აბსტრაქციონიზმს როგორც რაღაცა ტიპის ფენომენოლოგიას, იმიტომ რომ რაღაც თითქოს ფერებიც რაღაცას გამოხატავენ. და აი ზუსტად ამ ტიპის აზროვნებამ მაგალითად ფილოსოფიაში შემოიტანა სხეულის მომენტი, იმიტომ რომ ჰუსალთან სხეულიც რაღაც როლს თამაშობს იმისთვის, რომ საზრისები მომეცეს. აი რაღაც ობიექტურობა რო არსებობს, ზუსტად ამ სხეულითაც არის რაღაცები განპირობებული. სხეული როგორც აპარატი, ანუ საკუთარი სხეული როგორც აპარატი. ხო, აი კინესთეტიკური მომენტები შემოაქვს თავის ანალიზში. მაგის განვითარებას ნახულობს მერლო-პონტში, რომელსაც აქვს პერცეფციის ფენომენოლოგია, მთელი წიგნი მაგაზე და აი სხეულის მომენტი მანდ არის გაანალიზებული. და აი ესეთი საკითხები ტრადიციულ ფილოსოფიაში თითქმის არ აქვს. აი სხეულის მომენტი თითქმის დაჩაგრული არის. და ჰუსალთან ეს მომენტები ზუსტად იმიტომ შემოდის, რომ აი რაღაცა ვიწყებთ აზროვნებას ისე როგორც მოცემული არის რეალობა. ანუ ჩვენ გვაინტერესებს კონკრეტული, მაგრამ იმ კონკრეტულში გვაინტერესებს რაღაცა ესენციური, ანუ რაღაცა სტრუქტურული. და ამას თუ აკავშირებს იმასთან, რომ აი ფილოსოფოსი ესეც არ უნდა ცხოვრობდეს კიდეც, არა მარტო ეს პროფესიული რაღაც არის, არამედ ეს რაღაც მაგაზე მთელი მოძღვრება აქვს, რომ ფენომენოლოგიას სამდღეს შეუძლია ეთიკური მომენტის შემოაქვს, რომ ფენომენოლოგიას შეუძლია, რომ ადამიანი ესე ვთქვათ გარდასახოს, ან შეუძლია, რომ აი ეს კრიზისი რაც ხდება მე-20 საუკუნის ფილოსოფიაში ის იმიდან რაღაცნაირად გამოგვიყვანოს და მაგას ეძახის აი განახლების მომენტს რა. გამოაქვეყნა სხვათა შორის იაპონურ ჟურნალში კაიზოში და ახლა ხან ითარგმნა ინგლისურ ენაზე, მე მგონი ეს თავისი არტიკლი ამ განახლების შესახებ, რომ საინტერესო არის. ფენომენოლოგია რაღაც აზრით განახლება არის. იმიტომ რომ ეს მომენტი რაღაცა ეგზისტენციალურადაც მნიშვნელოვანი არის ადამიანის ცხოვრებაში. ხო, ზურა, შენ წინაზეც ახსენე, რომ ანუ ჰაიდეგერი ერთგვარი ანუ ამ ჰუსერლისეული ამ ფენომენოლოგიის ანუ გაგრძელება არის, ხო? ის სხვათა შორის აი ბევრი თანამედროვე ჰუსერლიანელი ავტორები ცოტა სკეპტიკურად ან
ეხლა შეიძლება გადაჭარბებულად ვიდახი რომ გაბრაზებულები არიან ჰაიდეგერზე თქო, მაგრამ რაღაც ტიპის ანტაგონისტური დამოკიდებულება არსებობს ჰაიდეგერისადმი და ეგ არ შემჩნევია მარტო ერთში, რამდენიმე შევამჩნია. რას გულისხმობ? იმიტომ რომ იმას ხედავენ რომ ჰაიდეგერი რეალურად იღებს ძალიან ბევრ ჰუსერლიანულ მომენტს და უბრალოდ თავის ენაზე გადათარგმნის. აი მაგალითად ინტენციონალობის ცნება შეიძლება სხვა ცნებით იყოს ჩანაცვლებული ის ჰუსერლიანური ანალიზები კიდევ სხვა ესე რომ ვთქვათ სხვა რეგისტრებში არიან გატარებული. აი მაგალითად ჰუსერლი თუ ეპისტემოლოგიურად აკეთებს რაღაცების ანალიზს, ჰაიდეგერს ის უფრო ყოფიერებით და ონტოლოგიურ დონეზე გადააქვს და ამით ცვლის რაღაცებს. მაგრამ იმას ამბობენ რომ ხო და რაღაც ჰუსერლთან არის კავშირში. ხო, რაღაცებს არ ახსენებს. მასე ჰუსერლზეც ამბობენ რომ ფიხტესეული ფენომენოლოგიის რაღაცნაირი რეპლიკას ხო გააკეთა და მე ფიხტე ასე ვთქვათ დიდად არ ახსენე. ხო, ეგ ბევრზე შეიძლება დავაბრალოთ. მაგრამ იმ პერიოდისთვის მე როგორც ვიცი, ისეთი კულტურა როგორც ჩვენ გვაქვს, რომ უდივად უნდა ასე ვქნათ, რეფერენსი გავაკეთოთ, ეგეთი კულტურა ნაკლებად იყო, ანუ იმ პერიოდისთვის თითქოს შენ რო კითხულობ ჰაიდეგერს მაგალითად შენ იცი რომ ის ჰუსერლიდან არის ბევრი რაღაც არ სჭირდება მაგას ბევრი თქმა ესე რომ ვთქვა სანამ ჰაიდეგერსი გადავა ისე შენ რა თანმიმდევრობით ურჩევდი აი ჰაიდეგერამდე რაც აიკითხოს დაუშვათ აი კამიუ სარტრი ჰუსერლიან ეს მე ვფიქრობ რომ კამიუ და სარტრი შეცდომაში უფრო შეიყვანს ბევრს როცა ჰაიდეგერთან მიგვენ იმიტომ რომ აი იქ ადამიანური მომენტი უფრო მნიშვნელოვანი ხდება და ნაკლებად შეიძლება ნაკლები მნიშვნელოვანი ჭება უკვე ყოფნის მომენტს რაც ჰაიდეგერისთვის სართან ახლა სოციალური პასუხისმგებლობის მომენტი და ჰაიდეგერისთვის მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვად მაინც ყოფნა რჩება ის რო აინტერესებს ადამიანის ყოფნა იმიტომ აინტერესებს რომ თვითონ ყოფნა აინტერესებს და ყოფნის გააზრება ხდება ადამიანის ყოფნის გააზრების საშუალებით ანუ თითქოს ადამიანის ყოფნა საშუალება არის იმისთვის რომ თვითონ ყოფნა გაიაზრო ზაინის უფრო სწორი თარგმანი ყოფნა არის და არა ყოფიერება ხო ალბათ ხო მაგაზე ბევრი არ მიფიქრია ეს მართლა რო გითხრა მაგრამ ხო, აი მანდ არის ხოლმე ერთი მნიშვნელოვანი მომენტი განვასხვაოთ აი ზაინ და ზაიენდე, ხო, ყოფნა და ყოფი, აი ყოფი, ან არსებული, ხო. რო არ შეგვეშალოს ეგ ერთმანეთში. და მაშინ ვინ რჩება, ანუ წინარე ავტორები დაუშვათ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი ჰუსერლი არის და კირკეგორიც ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჰაიდეგერისთვის. და თავად ჰაიდეგერის ნაშრომებიდან პირდაპირ ყოფიერება და დრო ყოფიერება და დრო გებარი იქნება ამ ხო ის აქვს ისეთი უფრო მარტივი ტექსტები ალბათ აი ერთი არის basic problems in phenomenology ეგ კარგი ტექსტი არის იმიტომ რომ მოსდევს ყოფიერება და დროს და უფრო ლექციათა კურსია და უფრო რაღაცები მარტივად არის მოხაზული კიდე არის რამდენიმე სტატიები და ტექსტები, რაც შეიძლება რომ უფრო ის იყოს მარტივი, მაგრამ ყოფნა და დრო მაინც ხო, ანუ მაინც ისეთია რაც აი მაგ თუ აი მაგაზე თუ ვიჭვლიდეთ თავი, დანარჩენი ჰაიდეგერიც თქოს გახსნილია ესე მჯერამე. ბევრი თემა მეორდება. აჰა. ხო, კიდევ ახსენეთ რომ გერმანიაში არ არის იმდენად პოპულარული, რამდენადაც ასოცირებული იყო ნაციონალ-სოციალიზმთან, ანუ ჰიტლერის პარტიასთან და ანუ ეს კომპლექსი დღესაც არსებობს, მაგრამ ალბათ ისევე როგორც ყველა ადამიანთან, როგორც გინდა ხელოვანი იყოს, გინდა სხვა დარგის წარმომადგენელი, შეიძლება გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, ვთქვათ კარგი კინო მაგალითად და ის ავტორი რომელიც შეიძლება განსხვავებულ პოლიტიკურ პოზიციაზე იყოს ან შემდგომ აღმოჩნდეს და ამის გამო ხანდახან კულტურა კი აქენსელებს მთლიანად მაგრამ მაინც ის ასე ვთქვათ შეიძლება ბევრს არ აკლებდეს იმ ღირებულებას რაც კულტურის თუ ფილოსოფიის თუ ხელოვნების სფეროში შემოიტანა აი ჰაიდეგერთან სიტუაცია ცოტა კომპლექსურად არის იმიტომ რომ აი ყოველთვის არის ხოლმე კითხვა აი ნაციზმთან კვლევის დროს რამდენად კავშირშია მის ფილოსოფიასთან ან მის ფილოსოფია ხომ არ არის რაღაც თავზით ესე რომ ვთქვათ საფუძველი ხო ხელს ხომ არ გკრავს მაგისკენ რომ მაკეთკენ წახვიდე და მან არის რამდენიმე მოსაზრება ხო ზოგი ამბობს რომ კი მის ფილოსოფია რაღაცა ნაცისტურ ავტორიტარულ
რეგისტრებში შეიძლება წაგიყვანოს განსაკუთრებით ამ ავთენტურობის მომენტის ძალიან მოთხოვნამ. რაც შემდეგ უკვე ყოფიერების და დროის შემდეგ ჰაიდეგერი ნაკლებად ლაპარაკობს უკვე ავთენტურობაზე, მაგრამ აი ყოფიერების დროში მაინც რაღაც დოზით ფუნდამენტურ როლს თამაშობს. და არსებობენ ავტორები, რომლებიც იტყვიან, რომ შეიძლება კი ჰაიდეგერს თვითონ ეგრე ესმოდა, მაგრამ მის ფილოსოფია იძლევა იმის საშუალებას, რომ თვითონ ჰაიდეგერი როგორც პიროვნება გადაილახოს. და ანუ მის ფილოსოფია უფრო აბსტრაქტული და ღრმა არის, ვიდრე თვითონ დაინახა თავის ცხოვრებაში, ესე რომ ვთქვათ. ხო, ეს საინტერესო არის, რომ ხანდახან იმ ავტორზე უკეთესად რო შეგიძლია გაიგო, რომ ეს კანტზეც არაერთ ავტორს უთქვამს, რომ მე კანტი უკეთესად გავიგე, ვიდრე თვითონ კანტმა გაიგო თავისი ფილოსოფია და ეს მე მგონი თუ არ ვწდები ამაზე, მე მგონი გურამ თევზაძე საუბრობს ერთ ლექციაში, რომ თვითონ კანტიც უშვებდა ამას, რომ ეს შესაძლებელია, რომ ჩემი ფილოსოფია უკეთესად გაიგოს. ხო, შეიძლება. კი, ანუ რაღაც განვითარებები შეიძლება უკეთესად წავიდეს ხვებისგან. მოხდეს ხვების. კი, ანუ ეგ ხო ეს ჩვეულებრივ მომენტშიც არის, რომ შენ სათქმელს რო სხვა რო უკეთესად ამობს და ეთანხმები. კი. ანუ ძალიან ხო, რაც შეეხება ახლა აი ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ნაწილს, ანუ ჰაიდეგერის ფილოსოფიას, ხო? რა შეიძლება როგორ შეიძლება დავიწყოთ ანუ მისი ფილოსოფიის განხილვა, ან რაღაც მნიშვნელოვანი დებულებები ხო არ შემოვიტანოთ, ანუ შენ რაც მიგაჩნია უფრო აი მე დავიწყებ იმითი თვითონ რა აწუხებს ჰაიდეგერს და ერთ-ერთი ყველაზე დიდი წუხილის თემა არის თვითონ ყოფნის საზრისი. იმიტომ რომ ეს კითხვაო, ესე რომ ვთქვათ, აღარ დასმულა, აი მე მგონი არისტოტელეს მერე ესეთი ესე იწყებს ყოფნა და დროს, რომ ეს კითხვა მეტაფიზიკამ და ტრადიციულმა ფილოსოფიამ დაივიწყა. და ჰეგელმაც არასაკმარისი ყურადღება მიაქციაო, ხო? ესეც პირველ ლექციაში მე მგონი ჰეგელსაც ჰეგელი არის და თანამედროვე ავტორები უფრო დაგვირგვინება იმ ტრადიციის, რომელიც დაიწყო არისტოტელეს შემდეგ. და არისტოტელეთი იყო რაღაც აზრით განსაზღვრული. და ეს მიბრუნება რაღაც დოზით ამ ძველ ავტორებთან, თუნდაც პარმენიდე და ჰერაკლიტესთან, ზუსტად იმიტომ უნდა რომ ეს კითხვა ხელახლა დაბადოს, რომ აი თვითონ ყოფნაზე ვიაზროვნოთ, ამ ონტოლოგიური შეკითხვა დავაბრუნოთ. ეგ კითხვა ჰაიდეგერისთვის ისე ესმის, რომ არამხოლოდ ესე რომ ვთქვათ ფილოსოფიური ინტერესია, არამედ ასევე თავს იჩენს მეცნიერებებშიც. იმიტომ რომ ყოველთვის მეცნიერება აწყდება ისეთ შეკითხვას, რომელიც თავის ფუნდამენტის შესახებ ითხოვს პასუხებს. და ფუნდამენტის შესახებ პასუხები ყოველთვის შემდეგ გადაგვიყვანს ხოლმე ფილოსოფიურ შეკითხვებში. რა არის დრო, რა არის ყოფნა ისევ, ხო? ან რაღაცა კითხვები, რომელიც მე იწევს კამათებს. აი მე მქონდა მოხაზული კამათი მაგალითად ლოგიკაში და მათემატიკაში, ხო, რომელიც ძალიან სერიოზულად მიდიოდა იმ პერიოდში, რომ აი არის თუ არა ლოგიკა და მათემატიკა ინტუიციური დონეზე, ინტუიციური დონით განსაზღვრული თუ რაღაცა ობიექტურ ანალიტიკური მომენტი აქვს, რომელთაც ჩვენ უბრალოდ რაღაცა ისეც ვიაზრებთ, რაც უკვე მასში არის. ანუ სამყაროს მოხელთებაზე არის საუბარი, ანუ შეუძლია თუ არა მათემატიკას და ლოგიკას. ეგ ერთია და მეორესა თვითონ ლოგიკა როგორი ტიპის მეცნიერებაა. აი არის ეს მეცნიერება წმინდად რაღაცა ობიექტური, ანუ აი რაღაც პლატონური იმით რო წარმოვიდგინოთ, რომ რაღაცა პლატონური ობიექტურობა გააჩნია და ჩვენ უბრალოდ, ანუ ჩვენი გონება უბრალოდ ამას უნდა მისწოდეს, ესე რომ ვთქვათ და ჩაშალოს ეს ობიექტური მოცემულობა. ან მაგას ქვია, ან რაღაცა თითქოს ის, რომ ყველაფერი ანალიტიკურად მოიცემა. ანუ თითქოს აქვს თუ არა რაღაც ონტოლოგიური რაღაცა საწყისი მათემატიკას, ესეც. ანუ ონტოლოგიური ობიექტურობა, მაქსიმალური ობიექტურობა. აი როცა ვამბობთ, რომ მაგალითად მათემატიკა ჩვენამდე ხო მათემატიკა იყო, ანუ ეს ყველანაირი მეცნიერება ჩვენ კი აღმოვაჩინეთ, მაგრამ ეს მუდმივად ესე იყო, რა სახით არსებობდა დაუშვათ მათემატიკა, ან რა სახით არსებობს თუნდაც მათემატიკა სამყაროს, თქვათ, გაფართოებამდე, ან რაღაც ესე. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ეს აზრები არის, ხო, რაღაცა და ან ეს მათემატიკის და ლოგიკის ონტოლოგია თვითონ ძალიან საინტერესო არის და ხო, თვითონ რეალობას ეხება ეგ კითხვა საბოლოო ჯამში, რომ
აი რა როლი აქვს ადამიანს მაგალითად აი ლოგიკაში როცა ლოგიკურად აზროვნებს ადამიანი რაღაცას მიყვება თუ რაღაცას თვითონ შემოქმედებითად აკეთებს ანუ რა როლი აქვს ადამიანის ფსიქოლოგიას ლოგიკასა და მათემატიკაში არიან ავტორები რომელიც ფსიქოლოგიზმში მიდიან რომ იძახიან ყველაფერი არის აბსოლუტურად სუბიექტური რომ ლოგიკაც და მათემატიკაც უბრალოდ რაღაცა გონების ჟონგლიორობაა ესე რომ ვთქვათ და არიან ავტორები რომელიც იტყვიან რომ არა ყველაფერი არის რაღაცნაირად ობიექტურ ანალიტიკური აი ლაიბნიციც დაახლოებით მაგ ხაზზე არის რომ აი ღმერთისთვის ყველა ჭეშმარიტება ანალიტიკური არის ანუ ყველაფერი რაღაცნაირად ჩამოშლილი არის ცნებაში ადამიანი ამას ვერ ხედავს იმიტომ რომ სასრული არსებაა მაგრამ ადამიანამდე არსებობს ხო ანუ რაღაცა უსასრულო გონებაში არსებობს და ეს უსასრულო გონებისთვის ყველაფერი ანალიტიკური არის და ადამიანისთვის კიდე უბრალოდ ჩვენ სინთეზური რადგან სასრული არსებები ვართ მაგიტო არის სინთეზური რაღაცეები სინთეზური როგორ შეიძლება გავიგოთ ახლა როგორც ჩვენი აი რაღაცა რო არ ვიცით და ორ რაღაცას ვაერთებთ და ცოდნას ვიღებთ აი ცოდნის მიღების მომენტი ხო არის რაღაც ახალის შემოტანა და ეს ახალი იმით არის შესაძლებელი რომ რაღაცა ისეთი გავიგეთ ცნებაზე რაც აქამდე არ ვიცოდი შეიძლება ესეც დაუშვათ რომ მათემატიკა იმის შემდგომ გაჩნდა რაც ვიღაცამ გაიაზრა ან მეორე რომ თქვა მათემატიკა ყოველთვის რაღაც სახით არსებობდა ხო ხო აი კითხვა არის მათემატიკა აღმოაჩინეს თუ გამოიგონეს აი კითხვა სამყაროზეც შეგვიძლია ეს კატეგორიები გამოვიყენოთ რომ სამყარო არსებობდა თუ არა ადამიანის გააზრებამდე იმიტომ რომ ადამიანი ანუ სამყაროს ჩვენ სიამდვილეში ანუ ეს კითხვა როგორ ეს ცოტა გულუფრთხილოდ ჩანს რომ სამყარო ხო ჩვენგან დამოუკიდებლად ცხადი არსებობს თქვა წახვედი დაუშვათ გასვენება ქელეხი და მე გრძელდება ხო მაგრამ ესე არ არის იმიტომ რომ სამყაროს ჩვენ როცა თუნდაც სამყაროზე გამათობთ ვინ რას გულისხმობს და რას დებს ამ სამყაროში აქ ამ შინაარზეა საუბარი იმიტომ რომ ჩვენ სამყაროზე ცოდნას მუდმივად ან ვაფართოვებთ ან ვამდიდრებთ ან ვცვლით აი ზუსტად მაგიტოა ჰუსერლისთვის ფენომენოლოგია რაღაცნაირად გადამწყვეტი ამ ორ შორის რომ აი რაღაც სუბიექტურობაში ძალიან არ გადავარდეთ და არც ისე ვთქვათ რომ სუბიექტი არაფერს არ აკეთებს და ყველაფერი ობიექტური არის. იმიტომ რომ ფენომენოლოგია არის ზუსტად აი ეს ჩენის მომენტი, ის ადგილი, სადაც ჩვენ ამის შესახებ ვკამათობთ, ამის შესახებ გვაქვს რაღაცნაირად ადგილი იმისთვის რომ სხვადასხვა აზრები იყოს. იმიტომ რომ ეს ყველაფერი ცნობიერებაში მოცემული არის, ანუ აღქმაში არის შემოსული. ხო და აი ის მომენტი რომ სამყარო და ცნობიერება თითქოს ორი სხვადასხვა რამე კი არა ერთმანეთთან ინტიმურ კავშირში არის ჰუსერლი ამბობს აი ეგეთ რაღაცას ცნობიერება და სამყაროც კორელაციურ ერთიანობაშია ერთმანეთთან რომ სამყაროს წარმოქმნა ცნობიერების გარეშე თითქმის შეუძლებელი არის ან უბრალოდ თუ შესაძლებელია ხელოვნური იქნება ეს წარმოქმნა იმიტომ რომ ყოველი აღქმა არის ყოველი რაღაც წერტილიდან რაღაც ცნობიერების ხო რაღაც წერტილის აღქმა არის ყოველთვის აი ჰაიდეგერთან ეგ მომენტი შენარჩუნებული არის, ესე ვიტყოდი, ოღონდ სხვა რეგისტრებში, იმიტომ რომ ჰაიდეგერი ამბობს, რომ აი როცა ზოგადად პირველი ანუ ჩვენ ცხოვრებაში ის ხო არ არის, რომ აი მართლა ვარსებობ თუ არ ვარსებობ, ეგ კითხვა ხო არ არის პირველი, ანუ რაღაცა ყოფნის შესახებ აზროვნება იმით არის შესაძლებელი, რომ უკვე ყოფნაში ვარსებობთ. ანუ ჩვენ რაღაც აზრით უკვე გვაქვს გაგებული რა არის ყოფნა. და ეს უკვე რო გვაქვს გაგებული რა არის ყოფნა, ზუსტად ეგ იძლევა საშუალებას, რომ ყოფნის შესახებ კითხვა დავსვათ. შენ გეწერა ასევე რომ დანაკლისის განცდა აღმოგვაჩენინებს, ანუ რაღაცის არ ყოფნის დაფიქსირება. აი მაგამდე მივალ ძალიან კაი მომენტია ეგ, იმიტომ რომ აი მანდ მაკედან მე გადადის უკვე თვითონ ყოფნაზეც როგორც რაღაცა ისეთ მოვლენაზე რომელიც რეალურად თავის არ ყოფნით აჩვენებს თავის თავს. ხო, აი ძალიან საინტერესო არის თუნდაც ფსიქოლოგიურად. აი თავიდან იმის თქვა მინდოდა რომ პირველ რიგში ჰაიდეგერისთვის მნიშვნელოვანი არის ეს არსებულის და ყოფნის განსხვავება. იმიტომ რომ არისტოტელესთან ისმის კითხვა ზუსტად ყოფნის შესახებ
და არისტოტელეც იმის შესახებ ლაპარაკობს, როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ ყოფნაზე. და იმისთვის რომ ყოფნაზე ვილაპარაკოთ, არისტოტელე მოხაზავს სუბსტანციას, უსია ბერძნულად, როგორც ადგილს, რომელშიც შეიძლება ყოფნაზე რაღაცა ვთქვათ. ანუ ყოფნის შესახებ სუბსტანციით შეიძლება ზოგადად ყოფნაზე რაღაცა ითქვას. მაგრამ ამ და უსია, ხო? ანუ ონტო. ბერძნულად. ხო, უსია სუბსტანცია. ხო, კი. ხო და ზოგადად ყოფნის შესახებ კითხვა არისტოტელესთანაც არსებობს, ზუსტად იმიტომ, რომ აი ჩვენ ვიყენებთ სიტყვა ყოფნას ძალიან მრავალფეროვან კონტექსტებში. აი მაგალითად ეს მაგი და ყავისფერია, ის რაღაცა ესეთია. ანუ რაღაც პრედიკაციებისთვის ვიყენებთ, ხო? რაღაცა თვისების ამოსაცნობად. მაგას ეძახიან კოპულას, ხო? მაგრამ ასევე ვიყენებთ ეგზისტენციალურადაც, ხო? რაღაცა არის, ვიღაცა სოკრატე არის. ხო. აი ეს არის, ну რაღაცა დროით ლოკალურ დროით და სივრცით მოცემულობებში რო არსებობს რაღაცა იმას აღნიშნავ. მაგრამ თვითონ ყოფნა რა არის? აი ეს რო დავადგინოთ, ეს არის ურთულესი ამოცანა. ამაზე კიდე ჩაგეკითხები, რომ ესე იგი ყოფნა შეიძლება გავიგოთ ერთი ისე რომ თქვა ეს ჩიქა, ან ეხლა რომ მოგაწვდიან ეს ჩიქა არსებობს თუ არა, ხო? ანუ ეს ყოფნა არსებობს თუ არა ჩიქა და მეორე რომ თქვა ჩიქა არის გამჭირვალე. ხო. ანუ ეს სხვადასხვა ტიპის ყოფნა არის, ხო? ერთი არის როგორც კოპულა. ხო. და მეორე არის მეორე აჩვენებს რაღაცის არსებული არის თუ არ არის არსებული, ხო? კიდე ყოფნის სხვა ფორმაც არის, ანუ განმარტებითი, არა. განმარტებითი არა. ნუ არისტოტელესთან ეს 10 კატეგორია, როგორ შეიძლება რაღაცაზე რაღაცა ითქვას, ხო? ხო, 10 კატეგორია არის, ანუ ყოფნა ასევე მოქმედებასაც შეიძლება მაგალითად რაღაცა მოძრაობაში არის, ხო, თეთრი ზის, ანუ ეს მოქმედების გამომხატველი ფორმა, ანუ ყოფნის განმარტებითი პრედიკაციის ფორმა, არსებობის ფორმა, ეს 4 ფორმა შეგვიძლია თქვა ყოფნის. მაგრამ ეს ყველაფერი ჰაიდეგერისთვის ისევ არსებულებზე იძახის რაღაცას. არა კოპულაზე, ხო, ეს გამიჯნული აქვს, რომ ზოგადად არსებულზე, ანუ ისევ აი რაღაცა არსებობს თუ არა ეს ჭიქა, ისევ ხო არსებულზე ლაპარაკობთ, ან ჭიქაზე ლაპარაკობთ. არსებობს თუ არა ყოფნაზე, ანუ რაღაც ტაუტოლოგიასთან, ანუ ყოფნა არსებობს თუ არა რაღაცა უცნაური შეკითხვაა, ხო? ამიტომ ყოფნაზე ანალიზისთვის თითქოს საჭირო რაღაცა სხვა ტიპის აზროვნება ჰაიდეგერისთვის. და ის რა ტრადიციული ფილოსოფია როგორც აზროვნებდა, ის იყო რაობრივი აზროვნება, ესენციური, ცნებობრივი, დეფინიციური, რომელშიც რაღაცით არის დეფინირებული და ამ რაღაც დეფინიციაში ესე ვთქვათ შემოსაზღვრული. თითქოს მცდელობა იყო რომ ობიექტური განმარტება, ანუ სამყარო ძველი ფილოსოფია ცდილობდა რომ სამყაროს რაღაც ცნებითი აღწერილობა მოეცა, რაც ყველასთვის უნივერსალური იქნებოდა და ეს ფენომენოლოგია ამბობს რომ ეს ვერ იქნება უნივერსალურად გაგებული, უნდა იყოს გაგებული აი ჩემთვის რა არის სამყარო ესეთი პოზიციიდან. მან ცოტა ფრთხილად ვიქნებოდი, იმიტომ რომ მაშინ ისევ რაღაც ანუ სუბიექტივიზმში გვაბრუნებს, ცუდი გაგებით სუბიექტივიზმში. მაგრამ ნუ რაღაც ეგეთი მომენტი არის, ოღონდ აი მაგას დავაკონკრეტებ რა მხრივ. უბრალოდ ის მომენტი არის ფენომენოლოგიაში, რომ რაობიდან გადავდივართ როგორობაზე, ანუ როგორ არის რაღაცა მოცემული. აი როგორ აღვიქვავ ამ ჭიქას, არის უკვე ფენომენოლოგიური კითხვა. როგორ არის ეს არსებული, ესეც რაღაც ტიპის ფენომენოლოგიური შეკითხვაა. რაც ასევე თანონტოლოგიასაც ხო, ეხება. ხო და აი არისტოტელესთან და უკვე შემდგომ ტრადიციაში რა მოხდა ჰაიდეგერისთვის, რომ ყოფნა ესე გაიგივდა რაღაცა არსებულთან და მე ეს არსებული გაიგეს როგორც რაღაც უმაღლესი ყოფნა. აი უმაღლესი ყოფნა არის ღმერთი მაგალითად და მე მაგით ვარქმევს, რომ ტრადიციული ფილოსოფია არის ონტო თეოლოგიური,
ანუ ესე რომ ვთქვათ, გამომდინარეობს იქიდან, რომ ის რაღაცა მეტაფიზიკური ობიექტი ყავს და ის ობიექტი ითვლება ყველაფერი ground of being, ანუ ყოფნის საფუძველი, ხო. ანუ ღმერთი უმაღლესი ყოფიერება თუ ყველაფერი არსებობის საფუძველი ესე გამოდის. ხო, ორივე ერთად. ერთდროულად არის როგორც ყოფიერების საფუძველი, ასევე უმაღლესი ყოფიერება. მაგრამ ჰაიდეგერისთვის პრობლემა ის არის, რომ ესეც, ანუ ღმერთიც გაგებულია რაღაც აზრით, როგორც საგანი. როცა ვამბობთ, რომ ის რაღაცა არსებული არის, ხო? აი არსებულის მომენტის შესახებ არის შეკითხვა, რომ აი ყოფნაზე რამდენად შეიძლება ვილაპარაკოთ როგორც არსებული. იმიტომ რომ ყოფნა არის რაღაცნაირად ის რაშიც ყველა არსებული არსებობს. გასაგებია. სამაგარი. ხო, ანუ არსებულად რო გავიგოთ ყოფნა, ხო, ანუ რაღაცნაირად კიდე სხვა ყოფნა საჭირო, რაშიც ამ ყოფნას გავიგებთ და რაღაც ესეთი უსასრულო იმას ვიღებთ. ხო და ამიტომ რადგანაც როგორობაზე გადავიდა, მაგისტვის ჰაიდეგერისთვის აი მნიშვნელოვანი არის, რომ შევინარჩუნოთ ეს ონტოლოგიურ სხვაობას ეძახის ყოფნას და არსებულს შორის. Sein და Sein-დეს შორის აუცილებელია, რომ ეს კავშირი განსხვავება დავინახოთ. Dasein-ი მან შემოდის უკვე ეს ცნება, აქ რელევანტური იქნება, რომ Dasein-ი დავა კონკრეტულად რას ნიშნავს. აი შემოვა მალე, იმიტომ რომ Dasein-ის ცნება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თვითონ ყოფნის შესახებ ვიაზროვნოთ. ანუ გერმანულად და არის იქ, ან აქ. აქ მუნ ყოფნა. ხო, აი მუნ ყოფნას როგორც თარგმნიან, ნუ აქ ქართულად ეგრე არის, ანუ დაზაინი გერმანული ტერმინი ქართულად ნათარგმნი არის როგორც მუნ ყოფნა, მუნ იქ ყოფნა არის, ან აქ ყოფნა. ხო, ის და უფრო იქ ყოფნა არის, მაგრამ სად იქ? ხო. ხო და ამიტომ ჰაიდეგერისთვის აი ეს დაზაინის ცნება იმითაა მნიშვნელოვანი, რომ აჩვენოს, რომ კითხვას როცა სვამს ეს შემკითხველი, ვინც არის, ანუ დაზაინი, ის თვითონ ყოფნაში არის, როცა სვამს მაგ კითხვას. ადამიანის ყოფნა არის ეს ხო თუ ადამიანად ყოფნა? პრობლემა ადამიანის ტერმინის აქაც მაქვს მოხაზული ის არის, რომ ადამიანი ატარებს რაღაც ანთროპოლოგიურ რეგისტრს, ბიოლოგიურ რეგისტრს და ესეთ რეგისტრებს ატარებს და ცდილობს, რომ ეგ გაწიოს გვერდზე და დაიჭიროს მარტო ეს ყოფნის შესახებ საკითხი. მაგრამ ძირითადად ადამიანი იგულისხმება კი, იმიტომ რომ ადამიანი არის ის არსება, რომელშიც ყოფნა როგორც შეკითხვა არის. ცნობიერება იგულისხმება, ანუ ანთროპოლოგიური ნაწილი რო გავციოთ. არც ეგ არ უნდა რომ გამოიყენოს, იმიტომ რომ ძალიან არ უყვარს ცნობიერებას ტერმინი, იმიტომ რომ ისევ რაღაცა თითქოს სუბიექტურ რეგისტრებში ბრუნდება, ამ ცუდ სუბიექტურობას რასაც ვარქმევ, იქ ბრუნდება. და თითქოს რაღაცნაირად ეს მარტო ჩემია ესე რომ ვთქვა. და ჰაიდეგერისთვის კიდევ აი შინაგანის და გარეგანის გაყოფაც თითქოს ნაკლებად არის, ხო, პრობლემური არის, იმიტომ რომ თვითონ ადამიანი უკვე სამყაროში არსებული არის და სხვებთან არსებული არის. ანუ ესე იგი ეს არის ადამიანურად ყოფნის რეგისტრი არის, რომელიც აერთიანებს, ანუ საერთო ველი არის შინაგანისაც და გარეგანისაც. ადამიანური რეგისტრი არის, რომელიც იაზრებს ყოფნას. თავის თავს უსვამს შეკითხვას, რას ნიშნავს ყოფნა. ანუ პრობლემატიზირებს ამ შეკითხვას. აი ეს არის დაზაინი, მოკლედ რო ვთქვათ. ხო. ოღონდ მაშინ, როდესაც აღმოაჩენს რაღაცის არ ყოფნას, ხო? დავუშვათ ვიღაცა გარდაიცვალა. ხო, აი მაგაზე ხო მივალ, მაგრამ ნუ აქ შესაძლებლობით შემოვხაზოთ, რომ ადამიანი ხო. ხო, არ დაგავიწყდეს მეც შენს ფრედოქს. ხო, აი ჰერმენევტიკის მომენტიც შემოდის, რაც წეგან ვახსენე, რომ იმისთვის რომ დავსვათ შეკითხვა ყოფნის შესახებ, უკვე უნდა გვესმოდეს ყოფნა. ანუ ცნაურია, მაგრამ ეს თუ არა გვაქვს, ანუ ვერ დავსვამ შეკითხვას, ხო? ეგ სხვათა შორის ეგ თემატიკა შორს დაგვიყვანს, მაგრამ მოკლედ ვიტყვი, უკავშირდება პლატონსაც და სოკრატესაც, იმიტომ რომ მაგათთანაც არის ეგ მომენტი, როგორ შეიძლება რაღაცა შესახებ ახალი ცოდნა შევიძინოთ, თუ მასზე არაფერი არ ვიცი საერთოდ. და ეგ კითხვა ისე პრობლემატიზირდება პლატონთან, რომ იქამდე მიდის, რომ თქვას, რომ ადამიანი იბადება რაღაც ტიპის კი არა და იმ სული რითაც იბადება ადამიანი, უკვე აქვს რაღაც ცოდნები და სწავლის დროს ის იხსენებს. ხო, იმიტომ რომ უბრალოდ ლექციის ფორმატსაც რო დაუკვირდეთ, ხო, ძნელია ისეთ საგანზე კითხვა დასვა, რაც საერთოდ არ იცი. რო იცი, მაგით შეგიძლია რომ კითხვა დასვა. რაღაც დონეზე მაინც უნდა იცოდე, ან რაღაც აი თანამედროვე ფილოსოფიაში მაგას ეგ ახალი
ტიპის ეპისტემოლოგიურად ცოდნის რეგისტრში გადავიდა, რომ ვიბადებით თუ არა იდეებით. თუ ყველაფერს ემპირიიდან, ან გამოცდილებიდან ვიძენთ. მე კანთან სინთეზი ხდება, იმით რომ აბულარასა ლოგთან არის, ხო, ეს ლოგთან არის და კანთან სინთეზი ხდება, რომ რაღაცა აპრიორული კატეგორიებით ვიბადებით. ანუ რაღაცა მოცემულობები გვაქვს, რომელთაც ყველაფერი სხვა ახალი ცოდნები ამ მოცემულობებს ერგება, ამ მოცემულობებით შესაძლებელი ხდება. ხო, აი ლოგთან არის ტაბულარასა, ანუ ცარიელი დაფა ადამიანი, როგორც ესე ვთქვათ, მოწმენდილი. ხო. და ჰაიდეგერთან ეგრე არ არის, ჰაიდეგერთან უკვე არის რაღაცა, რაც შესაძლებლობას მაძლევს, რომ გავიგო ეს შეკითხვა. ანუ და მაგას არქმევს პრეონტოლოგიურს. კიდევ არქმევს ექსისტენციალურს, რომ ექსისტენციალურ რეგისტრებში მეძლევა შესაძლებლობა, რომ აი ეს ონტოლოგია შევიმუშაო, ანუ ყოფნის შესახებ ფილოსოფიურად დავიწყო საუბარი. პრეონტოლოგია არის ერთგვარი დისტანცირების ცელობა თვითონ ყოფნისგან, რომ რაღაც დისტანციიდან დაინახო. ეს არის პრეონტოლოგია არის სანამ მე აი ეს ჰაიდეგერიანულ ონტოლოგიაში შევალ, მანამდე ხომ აქვს რაღაც გაგებები, აი რაღაც რაღაც სამყაროში რო არსებობ, ყოველთვის რაღაც ხასიათი მაქვს, რაღაც ეს შიშები და ისინი რაც არის ნახსენები, ეს ყველაფერი უკვე გამოცდილებაში მაქვს ასე თუ ისე. და იმისთვის რომ ონტოლოგიაში შევიდე, ეს ყველაფერი საჭირო არის. ანუ რაღაც ტიპის პრეკონდიციები, ანუ შესაძლებლობათა პირობები მჭირდება, რომ ონტოლოგიაში შევიდე. ისე რაზე ადრე ჰაიდეგერზე როცა ფიქრობდი ანუ ამ ცნებებზე ბუდიზმთან და იოგასთან საერთო ის არის რომ დანაკლისის განცდით ყოფნის დანაკლისის განცდა როგორც ტანჯვის ანუ დუხქა ეს ცნება რაღაცნაირად მერე ხდება გააზრება მერე მოდის ხო ასე ვთქვათ გაერობა ეს მაგით რაღაცნაირად გავს აღმოსავლურ ფილოსოფიას აი მაგაზე რო გადავიდეთ ეგ აი ჰაიდეგერ რო ამბობდი როგორობაზე და როგორობაზე რო ამბობდი ანუ მან ზუსტად იმას თემატიზირებს საგნები როგორ მოიცემა ჩვენს ყოფნაში და აი მაგალითად არქმევს ხელთმყოფს და ხელმისაწვდომს და ხელთმყოფი არის საგნის ესეთი მოცემულობა რომელშიც მე არ მჭირდება მასზე ფიქრი, ანუ მასთან უკვე გაგებული მაქვს, მაგრამ მას ცნობიერი ფიქრი არ მჭირდება. აი მაგალითად ამ ჭიქას რო ვიყენებ ბოდიში. ამ ჭიქას რო ვიყენებ, არ მჭირდება რომ ამ ჭიქაზე ვიფიქრო და რაღაცები დავიწყო ფილოსოფიურად. ანუ ის უკვე ანუ გაგებული არის. ხო, შეხორცებული ვით არის უკვე ცნობიერებასთან. კი. და ზუსტად ესე იგი ამის საპირისპიროდ, როდესაც რაღაც გაუცხოების თუ რაღაც გარეთ გაგდების მომენტი ხდება. ხო, აი მაგალითად ჭიქა დაილეწა სიტყვაზე, ანუ რაღაცა მოხდა. აი ხა თვითონ ჰაიდეგერს აქვს მაგალითად მაგალითი მისი ჭედლის და რა ქვია, ჩაკუჩის მაგალითი და იმის რომ ჩაკუჩი აღარ ჩაკუჩობს ესე რა ვთქვა და ამ აღარ ჩაკუჩი ვლინდება რა კაი ჩაკუჩი მქონია. იცი ანუ მაგას შეიძლება ძალიან ბანალურად ჩანს, მაგრამ ეს ჩაკუჩის მაგალითიც რაღაცნაირად აი ამ საჩვენებს რომ თითქოს ბედნიერების მომენტი შეიძლება ეს აბსოლუტურად არ იყოს კავშირში, მაგრამ მაშინ აფასებ რომ როცა რაღაცა გაქვს ვერ ხედავ საერთოდ. როცა იკარგება აღმოაჩენ რომ მე დაიკარგა და უი რა დანაკლისი არის და რასევდიანი არის. ნუ ჰაიდეგერთან აქის წინააღმდეგობა შეიძლება რომ ჰაიდეგერი რას ამბობს რომ ამ ჩაკუჩი რომ ვეღარ ჩაკუჩობ ამ ჩაკუჩით ვლინდება მთელი სამყარო. იმიტომ რომ ჩაკუჩი რეფერირებს რაღაც საგანზე, ანუ ყოველთვის როცა ხელმტყოფებს ვიყენებ, ანუ ამ საგნებს, ჭიქას რაღაცისთვის, იმას რაღაცისთვის, ისინი ყოველთვის კავშირში არიან რაღაცეებთან. ანუ ყოველთვის რეფერირებენ სხვა რაღაცეებზე. ანუ კონტექსტუალური ერთიანობა არსებობს ყოველთვის, როდესაც მე საგნებთან ვარ ურთიერთობაში. და როდესაც ერთი საგანი ვერ ფუნქციონირებს კარგად, ის უკვე თელ კონტექსტუალურ რეალობას ავლენს, ესე რა ვთქვა. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ეხლა რაღაც ჩაკუჩი რო აღარ ჩაკუჩობს, ყველა ფილოსოფოსი არ ხდება. ანუ პირიქით ჩაკუჩის გაკეთებაზე მივდივართ და ისევ იმ მიხედვის აზროვნებაში ვართ. ნუ თვითონ ჰაიდეგერიც ამბობს მაგას ეხლა ცოტა შარჟივით გავამდის, მაგრამ
უბრალოდ იმის თქვა უნდა, რომ ამ ვეღარ ფუნქციონირებს რაღაცა, ანუ რაღაცა მთლიანობის რგოლში ამოვარდა რაღაცა და ამ ამოვარდნილმა ყურადღება მიიქცია და ამით თელის შესახებ დავიწყეთ აზროვნება ამიტომ. ხო და აი ეს როგორობის მომენტი ისევ ამ აზრს მისდევს, რომ ჰაიდეგერს სურს, რომ ამ კონკრეტულს მიყვებოდეს რაღაცნაირად არ დაიწყოს ზემოდან თავს მოხვევა საგნების შესახებ აზროვნების დროს. იმიტომ რომ ჰაიდეგერის მეთოდოლოგია ფენომენოლოგიური ეგ არის ზუსტად ჰაიდეგერისთვის, რომ რაღაცას მივყვეთ ისე, როგორც ის თავის თავს აჩვენებს. თავისთვე გამომდინარე მივყვებოდე მას ისე, რომ რაღაცებს ზევიდან ქვემოთ არ საზღვრავდე. ირიქით ესე იგი მოსმენის მომენტიც არის ჰაიდეგერთან რომ რომ ფენომენს რო უყურებ იმან უნდა მითხრას რაღაცა ანუ იმისგან უნდა შევიტყო რაღაცეები ამიტომ რაღაცა ღრმა ესე რომ თქვა შეიძლება თეოლოგიური მომენტიც არის რომ ეს ყურადღება და სამყაროს მოусმინო რაღაცას მოусმინო რომ რაღაცა გითხრას თვითონ იმ ფენომენმა რასაც შენ ინტერესდები არის მისტიკური ან შეგვიძლია ესეც დავინახოთ ხო რა აი შენ გეწერა ეგეთი რაღაცა რომ ხო ეს არის ერთგვარი თეოლოგიაც და საინტერესო არის იმ ხრივ რომ ესე იგი ჰაიდეგერი ხდის შესაძლებელს თეოლოგიაზე ვიმუშაოთ თეოლოგიის გარეშე ანუ თითქოს ის გადმოყავს სხვა რეგისტრში და მაგალითად ათეისტსაც შეუძლია იმსჯელოს ღმერთზე ისე რომ არ იყოს მორწმუნე ხო რაღაცა. ნუ ბევრს დაუჭერია ეს ყოფნას რასაც არქმევს, ეგ არისო დეპერსონალიზირებული ღმერთის გაგება, მაგრამ ეგ ცოტა პრობლემური არის, მაგრამ ნუ ხო, რაღაცა ასოციაციები კეთდება ხოლმე ღმერთთან მიმართებით. მაგრამ ის რომ რაღაცა სტრუქტურულად გვაქვს რაღაც ტიპის თეოლოგიური მომენტები აშკარაა ჩემთვის ყოველ შემთხვევაში თან თვითონ ჰაიდეგერიც თავიდან აღზრდილი იყო ამ იეზუიტებში უნდოდა რომ კათოლიკე ანუ თეოლოგია აინტერესებდა თეოლოგიას სწავლობდა და უფრო უდლობას უმიზნებდა და ანუ ესეთი ტიპი იყო თავიდანვე და თვითონაც 20-იან წლების დასაწყისშიც უფრო თავის თავს უყურებდა როგორც კათოლიკე ფილოსოფოსთან. მე მგონია რომ რელიგიური ადამიანი, ანუ ძალიან ჩვეულებრივად მოსალოდნელი არის, რომ ამ საკითხებით დაინტერესდეს. უბრალოდ რელიგია ხანდახან მოცემული არის ისეთი ან ალეგორიული ან მითოლოგიური ან ისეთი ფორმით, რომ ადრე თუ გვიან ამ კითხვების მეშვეობით, წაკითხვის მეშვეობით, ხო, ეს გადავა საბოლოო ჯამში ონტოლოგიურ და ეპისტემოლოგიურ საკითხში, ხო? ანუ რა არსებობს სინამდვილეში, ანუ ღმერთი რა სახით არსებობს? ხო, მაგრამ აი ჰაიდეგერისთვის ეს ფილოსოფია რატო არის? იმიტომ რომ არ იღებს რაღაცას მოცემულად, ხო? აი რაღაც გამოცხადებას არ იღებს, მაგალითად, გამოცხადებაზე არ ლაპარაკობს, ახლა. ეგ რო თქვნას უკვე ფილოსოფია აღარ იქნებაო მაგას სიტყვის, ხო? იმიტომ რომ გამოცხადებას რა ისკურისხმობ თეოლოგიურ გამოცხადებას, აი რაღაცა ქრისტიანულ გამოცხადებას, მაგალითად. ეს უბრალოდ აღარ ჭირდება, ანუ რა. ხო, ანუ მაგის გამო მაგრამ ის თემატიკები რაც არის თეოლოგიაში, ის ხდება ფილოსოფიაში უბრალოდ თეოლოგიურ კონტექსტში. აი მაგამდე მიუვალ კიდევ რაღაცები მინდოდა მე თქვა, მაგრამ ხო, ეგ გქონდეს თვალთახედვაში. აი, როდესაც ვილაპარაკე წეგან იმაზე, რომ თლიანობა ვლინდება, რომ რაღაც იმ დროს რაღაც ბუჭდება, ეს რაღაც აზრით უკავშირდება თვითონ ყოფნის შესახებ ანალიზსაც. იმიტომ რომ იქ როდესაც ანუ როგორ შეიძლება რომ ყოფნის შესახებ ვიკითხოთ რაღაცები, ან გავიაზროთ, ხო? თუ ის არასდროს არ მოიცემა როგორც ობიექტი. და აი ჰაიდეგერისთვის ის აი ყველაზე ახლოს რაც შეიძლება ობიექტურად მოიცემოდეს ყოფნა არისო ონტოლოგიური შფოთვის დროს ესეთი მომენტი აქვს, იმიტომ რომ შფოთვა არ არის რაღაც ობიექტის შესახებ. შიში ობიექტის შესახებ არისო, ანუ რაღაცის შესახებ მაქვს შიში, რაღაცის შესახებ რაც არის შიში, ის ყოველთვის არსებულის შესახებ არის. მაგრამ ის რომ რაღაც ტიპის შფოთვა არსებობს ამ რეალობაში და ადამიანურ რეალობაში და შფოთვა ძირითადად უკავშირდება შესაძლებლობას
იმას, რომ მომავალი განუსაზღვრელი არის, ის რომ ზოგადად განუსაზღვრელობა ახასიათებს ადამიანს. აი ყველაზე მეტად ეგ საუბრობს ყოფნაზე. აი ეს განუსაზღვრელობის მომენტი, შფოთვის მომენტში რაღაც ინტუიციური აღქმა მეძლევა ყოფნის როგორც ასეთის, ესე იტყოდა. მაგრამ ეს არ უნდა გავიგოთ ფსიქოლოგიურ შფოთვად, იმიტომ რომ ეს ფსიქოლოგიური შფოთვა უფრო დარღვევები და სხვა მომენტები. ანუ შიში და შფოთვა, ხო, ეს განსხვავებული მიმართებას იჭერს, კი. რო შიში ესე იგი რაღაც ობიექტურად უკვე არსებული რაღაცა, აი შიში გელის გამო რაღაცის გამო და შფოთვა არის სამყაროში ყოფნაზე, ესე არქვევს, რომ თვითონ სამყაროში რო ვარ, რაღაც ტიპის შფოთვა ყოველთვის მახასიათებს. ეს ძიების პროცესი, ანუ ინტერესი არის ეს განუსაზღვრელობის შეცნობის, რომ მე მინდა რაღაც შევიცნო და ან რაღაც არ ვიცი ამის მიმართ შფოთვა არის. მანდა ერთი ის მომენტი არის, რომ თვითონ სიკვდილის მომენტიც შემოდის ჰაიდეგერთან, სიკვდილისკენ მიმართულება, რომ ადამიანი ახლა მაინც სასრული არსება. აი სასრულობის მომენტს შემოაქვს რა აი ეს რაღაცნაირი შფოთვა. ანუ ჰაიდეგერის ინტენციონალობაში, ანუ ესეც მოკვდაობის მომენტი, ანუ კი, მოკვდაობის მომენტი ძალიან მნიშვნელოვანი არის და ის მომენტიც, რომ ყოფნაზე ყოველთვის სასრულად ვაზროვნებთ. ანუ ის უსასრულოდ აზროვნება ყოფნაზე უკვე რეპრეზენტაციული და აბსტრაჰირებული აზროვნება ყოფნის შესახებ. და ფენომენოლოგიურად როცა ვაზროვნებთ, ყოველთვის სასრულად უნდა ვიაზროვნოთ, იმიტომ რომ ადამიანი და მე კონკრეტულად სასრული არსება ვარ და შესაბამისად სასრულ რეგისტრებში მომეცემა ის. და რადგანაც ადამიანი ასევე არის შესაძლებლობის არსება, მუდმივად თავისი ყოფნა თავის შეკითხვაში არის, ვინ ჩემი ცხოვრება რაღაცნაირად მე მეძლევა, ხო, ყოველთვის ჩემი გადასაწყვეტია ესე რომ ვთქვა. და ეს ჩემი გადაწყვეტილება და სასრულობა ერთად რომ მოდის ერთიანობაში, ეს იმას გულისხმობს, რომ რაღაც შესაძლებლობები ვერ რეალიზდება, ხო? და ამიტომ ყოველთვის ეს შესაძლებლობა რადგანაც ვარ, ეს შფოთვაც თან ზდევს, იმიტომ რომ ყოველი შესაძლებლობა რაღაც შესაძლებლობას კეტავს. ამის გამო აი ეს განუსაზღვრელობა და ზოგადად ეს შფოთვის მომენტი ძალიან მნიშვნელოვან მომენტში ამხელს ყოფნას. და ეს უკვე ეგზისტენციალური განცდა არის, ხო? აი ზუსტად მან უკვე სარტრი და კამიუს აი ეგ ხაზი უკვე ზუსტად სარტრს აქვს, ხო, კარგად დამუშავებული. მაგრამ ჰაიდეგერისთვის ეგ მომენტი არის, რომელიც სჭირდება უკვე ყოფნის ანალიზისთვის. ხო, ინსტრუმენტალური ხასიათის არის. ხო. რომ ესე ვთქვათ, მუდმივი ინტერესი კონდეს განახლებული ყოფნის მიმართ, ხო? ხო, ეს კამიუსთან პროცესი არის, ხო, ასევე სიზიფეს მითში რასაც გადმოსცემს, რომ როდესაც ის სიზიფეს აღარ აქვს მოლოდინი, არამედ თვითონ პროცესშივე პავლოს ბედნიერებას. ბედნიერების ცნება აქვს, ჰაიდეგერს ესეთი. აი ბედნიერების ცნება ალბათ ნაკლებად, მაგრამ ავთენტურობის ცნება არის. და აი რა განსხვავება ავთენტურს და არაავთენტურს შორის. მან ორი დონეც არის ავთენტურს და არაავთენტურს შორის და მეორე დონე შეგვიძლია გვერდზე გადავდოთ, იმიტომ რომ ეგ უფრო ღრმა არის და მოიცავს მთელ ტრადიციულ ფილოსოფიას. იმიტომ რომ რა გამოდის მთელი ყოფირება და დრო არის ორ ნაწილად და აი ზოგადად ესე ხაზავენ ხოლმე პირველი ნაწილი არის არაავთენტურის შესახებ და მეორე იწყება უკვე ავთენტურის შესახებ. არაავთენტური ყოფირება არის ეს მავანის ცნება რაც არის, რაღაცა სხვებში არსებულობა, მაშინ როდესაც მე არ მაქვს მოპოვებული ჩემი ინდივიდუალობა. და ეს ნაწილობრივი მიზბრალიც არის, რომ ბოლომდე არ მაქვს გააზრებული საკუთარი მოკვდავი ბუნება, ესე რომ ვთქვათ. ყოველთვის როდესაც და ამას პირდაპირ აღწერს, რომ ყოველთვის ადამიანი გაურბის თავის მოკვდავობას, ყოველთვის ეძებს დისტრაქცია, ყოველთვის რაღაცაში ეძებს, რომ გაექცეს ყველაზე მნიშვნელოვანისგან სხვა რაღაცებს. კულტურა ამ შემთხვევაში მოკვდავობის დაიწყების საშუალება თუ პირიქით როგორც და ამ ინდივიდუალიზმის გამოღვიძების საშუალებად შეიძლება იყოს კულტურა? ხო. კულტურამ შეიძლება ორივე ქნას. თანამედროვე კულტურა იტყოდა, რომ პირიქით მავანისკენ მივყავართ, მასობრივი სხვაში არსებობის. ხო, ინდივიდუალობისკენ არ მივყავართ, მაგრამ ეგ კრიტიკა აქვს ტექნოლოგიური აზროვნების მიმართაც და ზოგადად თანამედროვე კულტურის მიმართ.
და სხვადასხვა აი ეგ კულტურული კრიტიკაა ხოლმე, რაც მე აი რო არ ხარ კმაყოფილი რა ალტერნატივებიც გაქვს რეალობაში და მე რო გადადიხარ აი ისეთ რადიკალურ პოზიციებზე, რამაც შეიძლება ეს რითაც უკმაყოფილო ხარ, მაგას რო დაუპირისპირდეს. აი ეს ამ მომენტს ხედავენ ზუსტად მის ნაციზმთან კავშირში. აი მაგალითად თუნდაც კარლ შმიტი ხო, ეგეც ერთ-ერთი ძლიერი მოაზროვნე, რომელიც ლიბერალიზმს ძლიერ უპირისპირდება. ბოლოში ანუ ისევ ნაციზმში გადადის, ხო? ანუ ეს რაღაც დაპირისპირების ის დონე არის, რაც თითქოს მე ისეთ ალტერნატივებს ეძებდა, ბოლოს აი რაღაც ნაციზმი შეგრჩება ხელში. ანუ ეს აუთენტურობა შეგვიძლია გავიგოთ, რომ ანუ ვიღაც ადამიანი რეალიზებული არის როგორც ინდივიდი და შესაბამისად სხვა რეგისტრში აზროვნებს და ცხოვრობს, მის აზროვნებას სხვა ღირებულება აქვს, ანუ რაღაც ეგეთი ინტერპრეტაცია შეიძლება ხო მივიცი. აი მან კვლევრები სხვადასხვანაირად განმარტავენ, მაგრამ ძირითადად არის ის, რომ აი მთლიანად რომ ამოვიდეს ხვიდან შეუძლებელი არის, იმიტომ რომ რაღაც აზრით ყოველთვის ხვებით ვარ, ანუ რაღაცებს ისე ვაკეთებ, როგორც ხვები ყოველთვის. ავტობუსში რო ვჯდები, ახლა ესეც რაღაცა სხვის მომენტი არის. ესე იგი ჰაიდეგერთან ეს ინდივიდუალობის მიღწევა, აუთენტურობა არ არის, ანუ დეპრესიული მდგომარეობა, ხო ეს ფილოსოფიური ანუ შფოთვის მდგომარეობა ამ გზაზე, ასე ვთქვათ, მიმავალი, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი საშუალება. ეს დეპრესია და შფოთვი ფსიქოლოგიურად არ უნდა გავიგოთ, მაგითო ამბობ, არ უნდა გავიგოთ და ეს აუთენტურობის მომენტიც არ უნდა გავიგოთ ისე რაღაცა იაფი ვერსია არ უნდა ჩამოვიყალიბოთ, იმიტომ რომ აქ არის საუბარი ჩვენ ვართ ნამდვილები. იმის გამო რომ ანუ ხშირად არის ეგრე განმარტებული და თვითონ ჰაიდეგერს ხო არ უყვარს ხოლმე ეგეთი ვულგარული ხო აი ვულგარულსაც ეძახის ხოლმე რაღაცებს თუნდაც ას დროის ცნებაზე აქვს იქ ვულგარული დროის გაგებაა მაგრამ ხო ანუ იმის თქვა მინდა რომ აი ეს აუთენტურობის მომენტი უკავშირდება რაღაც სტრუქტურულ მომენტებს მაგისტვის და აი თეოლოგიური მომენტი როცა ვახსენე, მაგასთან კავშირდება ზუსტად ეს აუთენტურის მომენტი, თითქოს და ეს სინდისის дахილის მომენტი, ესეც თან თეოლოგიურ რეგისტრებს აღზრავს. თვითონ ექსპლიციტურად ამბობს, რომ არ არის ეს თეოლოგიური, ეს ეგზისტენციალურია, მაგრამ ну აშკარა რომ რაღაც თეოლოგიური ის აქვს. შეგვიძლია ჩვენ ყოველ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია დაუკავშიროთ, ანუ შეიძლება ჰაიდეგერი კონკრეტულად ონტოლოგიურ რეგისტრს გულისხმობს, მაგრამ ჩვენ როგორც შეიძლება გავიგოთ თეოლოგია, ეს პირიქით შეგვიძლია დავაკავშიროთ, ხო? სავსებით. და რა მეთოდოლოგიური ფორმა, აი დავუშვათ ეს ну ფილოსოფოსი არის, ამაზე მსჯელობს, საუბრობს, მაგრამ თვითონ რაიმე ასე ვთქვათ მეთოდი ან ტექნიკა, ну ეს ფენომენოლოგია ვთქვათ გასაგებია, მაგრამ ინდივიდი რა გზით ახორციელებს აი ამას. მაგალითად შეუძლია თუ არა თქვა არაფილოსოფოს აი ჩვენ ხო საუბრობდით თქვა ჰეგელზე რომ არის გზები თქვა ხელოვნება არის რელიგია ის მეშვეობითაც აღწევს ადამიანის აბსოლუტურ გონს და ჰაიდეგერი მაგალითად მე მგონი საუბრობს ფიზიკაზე რომ ფიზიკა შეიძლება ესმოდეს ძალიან ცოტა ადამიანს ანუ ეს რასაც ქვია მართლა რომ დავუშვათ ვინ შეიძლება იყოს ამის მართლა გამააზრებელი და მაგაგებით ანუ ეს მხოლოდ აზროვნება გამოდის ამის გზა თუ ესთეტიკური გზაც შესაძლებელია არა სხვადასხვა გზები შესაძლებელია კი ამ თავარია რომ აი ის რეფლექტურობა აი ის მომენტი არ დამეკარგოს რომ აი რაღაცას მივყვები ისეც რაც აი ყოფნის ძახილს უსმენ აი ყველაზე მარტივად შეიძლება ესე ითქვას რაც ძალიან მისტიკურია მაგრამ მისთვის ნაკლებად. აი ეს ყოფნის ძახილი არის რაღაცა თვითონ ამბობს რომ საკუთარი თავიდან გამომდინარე რაღაცა ძახილი რომელიც ამ ესე რომ ვთქვათ მავანის ყოფიერებიდან უკან გეძახის. და ეს უკან გეძახის იმიტომ რომ ეს შენ ინდივიდუალობა გახასიათებს იმით რომ მოკვდავი ხარ ხო ანუ რაღაცა სასრული არსება ხარ. და სასრული არსება რადგანაც ხარ რაღაცა შესაძლებლობათა არეალი გეძლევა რომელშიც უნდა რეალისტე, ანუ რაღაცას უნდა მოусმინო, ესე რომ ვთქვათ.
ხო, მნიშვნელოვანი ის არის კიდე რომ აი ჩვენ დროსთან მიმართებაც მაინტერესებს, ანუ ხო, დროს როგორ უყურებს აი ხო, ეგეც ძალიან საინტერესოა და ბევრი რაღაცა მანდაც უსრელისგან არის აღებული და მანდაც შეგვიძლია ვთქვა. პირველი ერთი საინტერესო მომენტი ის არის რომ აი რო გაყოფს ხოლმე. და ბოდიში რატო მაგალითად ყოფიერება და დრო რა ყოფიერება და სივრცე ნუ ეს. ხო. რო რატო უფრო მნიშვნელოვანი. ხო, აზროვნებაში გასაგებია რომ ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ აზროვნებას ვერ გავუკეთებთ დროისგან აბსტრაგირებას. ანუ ჩვენ შიგნით რო ვაზროვნებთ თითქოს შიგნით სივრცე არ არის, მაგრამ აზრებს აქვს რაღაც თანმიმდევრობა, მიზეზშედეგობრიობა. აი სივრცეზე იტყოდა რომ სივრცე არის ზუსტად ის ადგილი, სადაც აბსტრაჰირების ყველაზე აი ეს ვულგარული რეპრეზენტაციული აზროვნება, რასაც თითქოს ან რაც უპირისპირდება ხოლმე, ეს ზუსტად სივრცის გავლით ხდება. იმიტომ რომ სივრცეში ხო საგანი თითქოს აი არსება ეს საგანი არსებობს და არსებობს და ამას შეგვიძლია რაღაც აბსტრაჰირება მოვახდინოთ და მასე ვიაზროვნოთ, ხო? მაგრამ დრო ყოველთვის ისეთი არის, რაც თითქოს მოძრავი არის და მასზე რაღაცნაირად ეს ცნებობრივი აზროვნება შეუძლებელი ხდება. ამიტომ ის რაღაცნაირად ვულგარული სივრცის გაგება პირიქით ხელს გვიშლის რაღაც ავთენტურ აზროვნებაში და ისიც რომ და სივრცე როგორ გვესმის, ეგეც რაღაცნაირად პრობლემატიზირდება ჰაიდეგერისთვის. იმიტომ რომ სივრცე გვესმის როგორც რაღაცა მათემატიკური მოცემულობები, ხო, აი რაღაცა რომ რაღაც ფართობი აქვს, რაღაცა ის აქვს, ანუ რაღაც ეს მათემატიკური განზომილებები რო ახასიათებს და უფრო პრიმორდიალური, ანუ უფრო პირველადი ჰაიდეგერისთვის არის არა ეს მათემატიკური მოცემულობა სივრცის, არამედ კონტექსტუალური სივრცის აღქმა. რომ მე აი აქ მოვდივარ ამ სტუდიაში, ეს სტუდიას რაღაც თავის ხასიათი აქვს. სახლში რომ მივდივარ, სახლს რაღაც თავის კონტექსტუალური ხასიათი აქვს. ან ყველაფერს რაღაც სივრცეებს, რაღაც კონტექსტუალური თითქოს სივრცეებიც ლაპარაკობენ. ხო, არა მათემატიკური გახდა. ხო, ანუ მაგიტო ჰაიდეგერს რაღაც პოეტურ ფილოსოფოს ეძახიან, ხო, იმიტომ რომ რაღაც ეს ლაპარაკის მომენტი და პოეტური სმენის ძალიან მნიშვნელოვანი არის ხოლმე. ხო და აი ადამიანი ან დიზაინი არის ის ადგილი, რომელშიც ყოფნა ხდება შეკითხული, ხო? და ეგ რას ნიშნავს, რომ ონტურში ონტოლოგიური შემოდის. ანუ ადამიანი არის ის ადგილი, რომელშიც ერთმანეთს უკავშირდება ონტური, ანუ საგანი და ონტოლოგიური, ანუ ყოფნა. ეს ერთის მხრივ პრობლემაც არის, იმიტომ რომ როგორ შეიძლება რომ საგანი, ანუ საგანთა შორისი რაღაც არსება ფიქრობდეს იმაში, რაშიც არსებობს ის. ანუ იმ ჰორიზონტზე, რითაც ის განსაზღვრული არის. და ეგ ფილოსოფიურ კითხვასაც ბადებს, რომ რამდენად ფილოსოფიურად შეგვიძლია მაგაზე ვილაპარაკოთ. აი მან ჰაიდეგერი იტყვის, რომ იმ აზრით ფილოსოფიურად არ შეიძლება თუ ფილოსოფია გვესმის როგორც კაცრი მეცნიერება. რაღაც მეცნიერულობა როგორ ახასიათებს, მაგრამ ეს მეცნიერულობა არის ისევ რაღაც მეტაფორული. ანუ ფორმალური ინდიკაციას ეძახის სხვაგან, რაც იმას გულისხმობს, რომ რაღაცებს რო ვაზროვნებთ, ისე ვაზროვნებთ, რომ კი რაღაც სტრუქტურებს ვიჭერთ მასში, მაგრამ ის არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ის იჭერს რაღაცნაირად აი ზუსტად განსაზღვრულ, აი როგორც ფორმულაში მოხელთებულს, ისე არ იჭერს, ესე რომ ვთქვა. ანუ რაღაცა მეტაფორულ დაჭერასთან გვაქვს საქმე. და ბოლოს ესეთ საკითხს შევეხოთ, ანუ ჩვენ კი გაკვირით ვახსენეთ, ანუ ეთიკა, ანუ ამ პროტოეთიკა. ეთიკური ასპექტი როგორ არის ჰაიდეგერის ფილოსოფიაში? ზოგადად ეთიკა არ არის ჰაიდეგერთან ესე პირდაპირ. იმ აზრით, რომ აი კანტა როგორც არის, ხო, კატეგორიული იმპერატივი და ეს რაღაცა იმპერატიული მოთხოვნები არ აქვს, მაგრამ არის აი ზუსტად ეს ავთენტურობის მომენტი რო ვახსენე, ან ეგ ერთგვარი ეთიკა გამოდის. ანუ რაღაცა აი რაღაც ტიპის აი ქრისტიანობაში მეტანოიას ნება რაც არის, ხო? რო აი რაღაცა გარდასახვა. ხო, აი სინანული რაც არის, ხო, ქართულად, რო აი ხო, მაგრამ თარგმანი არ ვარ რაღაც კარგად. იმიტომ რომ მეტა ბერძნულად
ნოია ხო გონება არის ნუსი, მეტა ნიშნავს გარდასახვას, გონების გარდასახვას. სხვადასხვა სახარებაში სამ ადგილას არის ნახსენები, ან მათეს, მარკოზის და ლუკას სახარებაში არის, რომ ქრისტე რომ მოუწოდებს მეტანოია, მოინანიეთ. ეგ სიტყვა არასწორად არის ნათარგმნი, როგორც სინანული, ემოციური სინანული. მაშინ როცა ეგ ნიშნავს გონების ტრანსფორმაციისკენ მოუწოდებს და როდესაც იუდა ნანობს, იქ არის სხვა ბერძნული სიტყვა გამოყენებული, რომელიც არ არის გააზრებულ ტრანსფორმაციასთან, როცა ინანებს, რომ გაყიდა ქრისტე. ხო, ანუ ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ცნება არის ამ მაგაზე. ხო და აი ბევრის დაკვირვებით, ჰაიდეგერი ზუსტად მასეთი ტიპის ფილოსოფიას ქმნის, ანუ სურს რომ შექმნას, რომ როცა წაიკითხავს ადამიანი, რაღაც ტიპის გარდასახვაში მოდიოდეს, რაღაც ტიპის ეგზისტენციალურად შეეხოს. და ეს ეგზისტენციალური შემხებლობა, რა თქმა უნდა, იმასაც გულისხმობს, რომ რაღაც ტიპის ეთიკურ განსხვავებულ ეთიკასთანაც, ან განსხვავებულ მიმართებასთან გვექნება საქმე. ამიტომ არის ჩემი ერთი პროფესორი იძახის, რომ ეს არის პროტოეთიკური, ანუ ეთიკურის წინარე, მაგრამ ისე რომ ეთიკურს ეხება. ამაზრით შეუძლებელია რომ ონტოლოგია, ჰაიდეგერის ონტოლოგია ცარიელი იყოს მთლიანად ეთიკისგან, მაგრამ ცარიელია ნორმატიული ეთიკისგან. იმას არ გეუბნება, ეხა ეს გააკეთე თუ ეხა აესქენი ისქენი. ხო, ძალიან საინტერესო არის, ძალიან დიდი მადლობა ზურა, ძალიან ბევრი განზომილება არის, როგორც ჩანს, ანუ ეხა გისმენდი დიდი ინტერესია, ანუ აღიძრა ჩემში, ანუ ჰაიდეგერისკენ, ანუ რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა, ანუ ეს მადლობა კიდევ ერთხელ. ბევრ რაღაცაში გამარკვია ჰაიდეგერში. მიხარია თუ შეუძლია. ისურვებ სასიამოვნო ფრენას ამავდროულად. როდისთვის აპირებ ისე, ანუ გან საქართველოში? დაბრუნებას? ხო. ალბათ ზაფხულში ესე ივნისისკენ. ანუ ეს სემესტრი, ანუ ზაფხულამდე იქნება. არა, ეს სემესტრი ესე მარტისკენ მორჩება, მაგრამ მერეც კიდე ახალი სემესტრი მაქვს და მაგიტომ ლექციების კითხვას უკვე შემოდგომიდან იწყებ. ხო, კი. ძალიან კარგი. მადლობა. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო და მადლობა მოწვევით. გისურვებთ. მადლობა თქვენ რომ გიყურებთ. მადლობა.